კულტურის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ხელფასის მატება. ეს ის საკითხია, რომელიც გორის საკრებულოს წევრებს შორის დღეს დაპირისპირების მიზეზი გახდა. რა არგუმენტები აქვთ დეპუტატებს მმართველი გუნდისა და მათი ოპონენტების პოზიცია TV მონიტორინგის ჟურნალისტებმა მოისმინეს. გორის საკრებულოს დეპუტატებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მერის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების საკითხს მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაერთიანების ხელმძღვანელს გადაწყვეტილებაზე ახსნა განმარტება მოსთხოვეს, რაც მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. იანვრის თვეში გაიზარდა მათი შრომითი ანაზღაურება, ასევე აიპმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, რომ კიდევ მოემატებინა თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასები. პედაგოგების შემთხვევაში ეს ინიციატივა მოვიწონეთ, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ აიპის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პარტიულ აქტივისტებს, რომლებიც ძირითადად თქვენი ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ლანძღვით და პარტიული დავალებების შესრულებით არიან ხოლმე დაკავებულები, არაერთხელ გვახსოვს მათგან ნასროლი ქვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოვარდნა სხვადასხვა შეხვედრებზე და ასე შემდეგ. მე მქონდა კითხვა, რა დამსახურებისთვის მოუმატა აიპის ხელმძღვანელმა მსგავს პარტიულ აქტივისტებს ხელფასები, რომელთა ფუნქცია დილიდან დაღამებამდე მხოლოდ დროის გაყვანაა და მათი კვალიფიკაციაც ეჭქვეშ დგება. საუბარია თანამშრომელთა ნაწილზე. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კითხვები დაუწუნეს და შექმნილი აურზაურისთვის რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. როგორც მათ გაანმარტეს, ოპოზიციამ არ იცის, როდის რა კითხვა უნდა დასვას და შენიშვნაც ამის გამო მისცეს. გორის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე დასცენს, რომ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა საფინანსო ანგარიშის წარმოდგენის დროს უნდა მოხდეს. ჩემი შენიშვნა ეხებოდა იმას, რომ რეგლამენტს არ ღვევდა ამ შემთხვევაში ოპოზიციონერი საკრებულოს წევრი, როცა გადის საკითხი, რომელიც არ ეხება ფინანსურ ანგარიშს კონკრეტული დაწესებულების, ამ შემთხვევაში აიპის, არა ფინანსური კითხვები არ ისმება ამ დროს და შეიძლება დასვას ესეთი კითხვები, როცა იქნება ფინანსური ანგარიში. თორე კითხვებს არავინ არ გაურბის, ნებისმიერ კითხვაზე ნებისმიერი რესპონდენტისთვის პასუხები არის ამომწურავი ყოველთვის და ეს იქნება მომავალში. რაც შეეხება მაგ კონკრეტულ თემას, თუ რომელიმე ადამიანი მუშაობს სადღაც საჯარო დაწესებულებაში, მას პოლიტიკური აქტივობა არ ეკრძალებოდა, ეზღუდება, მიუხედავად თან მით უმეტეს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის გორში, უამრავი ადამიანი, რომელიც არა მარტო ქართული ოცნების მხარდამჭერია, რომელიც სხვა პოლიტიკური პარტიის და რა თქმა უნდა სამუშაო საათებში არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური აქტიურობა ასეთმა თანამშრომლებმა სამსახურისთვის და არ უნდა დაარღვიოს კანონმდებლობა, დანარჩენი მისინებაა ყველაფერი და ამას განსაკუთრებული განმარტება არ ჭირდება. საკრებულოს ხდომაზე შექმნილი ვითარების მიუხედავად კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამშრომლებისთვის 125 ლარით გაზრდილ ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. გვანცამ ჭედლიშვილმა თქვა, რომ გაერთიანებაში ხელფასები დაბალია და 440-ვე დასაქმებულ პირს ხელფასი თანაბრად გაეზრდება. წრეები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საგანმანათლებლო მიმართულების აიბი განხავარდა, ამიტომ ეს
გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ ადამიანების შრომა შესაბამისად ცოტათი მაინც შეგვიძლია მოხდეს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ზრუნავთ მუზეუმის თანამშრომლებზე, საგანმანათლებლო სფეროზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ადამიანები რაღაცა წლებში განმავლობაში ცოტა გაჩაგულები იყვნენ ხოლმე. აი, უშუალოდ თქვენს ადმინისტრაციაში, თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ შედიან თანამშრომლები, მათაც მოუმატეთ, ხო, ხელფასზე. ძალიან დაწვრთნილები არიან და ძალიან ისეთი მათ ხო შედარებით მაღალი ხელფასი ჰქონდათ, ვთქვათ, იგივე პედაგოგებმა შედარებით ხელფასი მაღალია ძალიან ჩვენ საერთში, ამიტომ რა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ყველას აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს თანაბრად მომატებოდა ხელფასი. ბატონო, სააგენტოში მომუშავე თანამშრომლები, უნდა იქნებოდა დათმეს დაგისრებული მოვალეობას ხავს, თავისი სამუშაოსი. ამიტომ მე არ ვიცი თქვენ რა გაძიებთ ის საფუძველი მაიაშვილია ფედერაციის თავისი დაგისრებულ სამუშაოს და განაჩენია პოლიტიკური აქტობა მეგონი ამ ხმაური და სიტყვიერი დააპირისპირების მიუხედავად უმრავლესობა შეთანხმდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა კარგია. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ გაერთიანების თანამშრომლები, რომლებიც საქმეს არ აკეთებენ, ანაზღაურება არ უნდა გაეზარდოთ.